ევროკავშირი წლის ბოლოს აპირებს, რომ კიდევ უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით და მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. წინადადება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზების ჩამონათვლის გაზრდის შესახებ ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2023 წელს წამოაყენა და ევროპულმა საბჭომაც თავისი პოზიცია ამ საკითხზე ერთი წლის წინ ჩამოაყალიბა, თუმცა ევროპარლამენტის 2024 წლის ივნისში ჩატარებული არჩევნებისა და განსახილველი კანონპროექტების დაგროვების გამო ევროპარლამენტმა სულ ახლახან მიიღო მოლაპარაკების მანდატი და სწორედ აი ამ საკითხის მოხვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელში და მის მიღმა როგორც ქართული ოცნების წევრების მხრიდან, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან და ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს აქტიურად იყენებს შანტაჟის მექანიზმად, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლა ქართველი ტურისტის გერმანიაში, საფრანგეთში წასვლას ნიშნავს იქ ფულის ხარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. მისი თქმით, დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა არის 1% და საქართველოში არის 10, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად და სწორად და სხვებს რომ 1%-იანი აქვს და უნდათ რომ ზრდა ჰქონდეთ, თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ არ შეუშვებს ტურისტს და ფულიც არ დაიხარჯება ამ ქვეყნებში, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე ქართული ოცნების წევრი დავით მათიკაშვილიც ავრცელებს განცხადებას, ის ამბობს, რომ ევროკავშირი სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს. მისი თქმით, ამის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ დააშანტაჟონ ქართველი ერი და სწორედ აი ამიტომ ის აცხადებს, რომ თანდათანობით უფრო ჰგავს ევროკავშირი საბჭოთა კავშირს, ასევე ხალხის ძალა, პარტია ხალხის ძალას წარმომადგენელი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნამდვილად არ აქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართულ ხალხზე, რომ მისთვის ვიზა ლიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ამ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავს მოხვევასაც Deep State-ი ცდილობს, აცხადებს სოზარ სუბარი და ასევე, რა თქმა უნდა, ამ განცხადებებს, რომლებიც გააკეთეს ქართული ოცნების წევრებმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის არის მამუკა ხაზარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა ოცნების, ის რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან, ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია. ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე, აცხადებს მამუკა ხაზარაძე, ასევე გიორგი ვაშაძემაც გააკეთა განცხადება დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი თქმით, ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია. ქართული ოცნება გვართვებს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ, წერს გიორგი ვაშაძემ და ასევე პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს განცხადებას, გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში ოცნება ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად, წერს გიორგი გახარია და ასევე განცხადება გაავრცელა დღეს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ის აცხადებს, რომ შესაძლო არის აი ამ თემაზე საუბარი, სწორედ იყოს ქართული ხალხის შემზადება იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე ნამდვილად არსებობს. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით. ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება, რისი მიზეზიც ჩემ და სამწუხაროდ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე. ქართულმა ოცნებამ შეძლო ბევრი პროპაგანდისტული მესიჯის გატანა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო მესიჯი მაინც არ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს, წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში და ასევე ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ განცხადებებისა, რომლებიც გავრცელდა სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ვრცელდებოდა განცხადებები რიითი მოქალაქეების მხრიდანაც, რომლებიც აღშფოთებულები იყვნენ იმ განცხადებებით, რომლებიც გააკეთეს ქართული ოცნების წევრებმა.